დასავლეთ საქართველოში ამ წუთასაც გადაუღებლად თავს, რაც კიდევ უფრო ართულებს ვითარებას გურიასა და აჭარაში, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ოზურგეთის სოფლებში, ჯუმათში, ნატანებსა და შრომაში, სადაც თითქმის 2 მეტრამდე აღწევს თოვლის საფარი. ამ ადამიანებს დაახლოებით 3 დღეა, რაც არც ელექტროენერგია და არც ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ და სოციალურ ქსელშიც ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იმდენად რთულია ადგილზე ვითარება, მოსახლეობა ევაკუაციასაც კი ითხოვს, თუმცა არც ქალაქის ცენტრშია ნაკლებად რთული ვითარება, რადგან ამ წუთამდეც არ არის გაწმენდილი ავტობანი, სადაც ავტომობილები გადაადგილებასაც ვერ ახერხებენ და ბათუმის ცენტრალურ საავადმყოფოსთან მისასვლელი გზაც კი ჩახერგილია და ვერც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლები ახერხებენ ადგილზე მისვლას და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს ფეხით გადაადგილება უწევთ იმისთვის, რომ პაციენტებთან მივიდეს. ეს ადამიანები ახლა დახმარებას ითხოვენ და ამბობენ იმას, რომ ხელისუფლება ამ დიდ თოვლობას მოუმზადებელი შეხვდა. ყველა ვიცოდა, რომ მოსალოდნელი იყო დიდ თოვლობა. აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა ამას შესაბამისი სამსახურებში. ის მაინც ხომ უნდა ჩამდეს, რომ ვიღაცა ცდილობს ამ პრობლემებს გაუმკლავდეს. ეს არააქტიურობა ქმნის შტაბ-ბეჭდიდებას, რომ ძალიან ბევრი სახელმწიფო მოხელე გულგრილად ეკიდება ესე იგი საკითხებს. 3 დღის წინ ველაპარაკე საგზავნო დეპარტამენტის წარმომადგენელს და ჩვენ ეტაპობრივად დავიწყებთ გაწმენდასო და 3 დღე თუ ეტაპობრივად არ მოუწია აქ ტექნიკას გავლა, როდის გაიწმინდება. ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან რო დავიწყოთ გარკვეულ სოფლებში დღემდე არ არსებობს მისასვლელი გზა. ამ ადამიანებს არ აქვთ შუქი, არ აქვთ გაზი და პრაქტიკულად ბედის ანაბარ არიან მიტოვებული. ასევე ბათუმში არის ძიმე მდგომარეობა, ქუჩაში პრაქტიკულად გადაადგილება ძალიან ჭირს და თითოეულ ავტომობილი თუ გაივლის, სოფლების 100% პრაქტიკულად პარალიზებულია. გაწმინდეს რამდენიმე სოფლის მისასვლელი გზა და შემდეგ გადაიღეს ამაზე საიმიჯო კლიპები და ამით დასცინიან მოსახლეობას, აზიარებენ, აშიარებენ ამას ქართული ოცნების წარმომადგენლები და მერიის დასაკრებულოს თანამშრომლები და ეუბნებიან მოსახლეობას თუ როგორ კარგად მუშაობენ, მაგრამ საჭირო არის უბრალოდ კარები გამოაღო და ნახოს მოსახლეობამ რა ხდება მის სახლის წინ და ეს არის დაცინვა, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ ღმერთმა ნუქრას, ვინმესო დაჭირდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ამ სერვისის მიწოდებას და მომსახურებას ვერავინ ვერ შეძლებს. მუნიციპალური საავადმყოფო, რომელიც გაუმართავად ემსახურება მოქალაქეებს და თითქმის ვერანაირ სამედიცინო მომსახურებას აქ ვერ მივიღებთ. ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი, როგორც ხედავთ, აი ასეთ პირობებში ღმერთმა არქნას, რომ ვინმე ცუდად გაგვიხდეს. გურიასა და აჭარაში, სადაც ამ დრომდე რთული მეტეოროლოგიური ვითარება 112-ში მოსახლეობა რეკავს, მაგრამ და დახმარებას ითხოვს, მაგრამ ადგილზე 112-ის თანამშრომლები ამ დრომდე არ მისულან.